რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს დაესხნენ თავს. შუაგულ ვაშინგტონში. ეს არის თენგიზ გოგოტიშვილი, ვაშა გადაცემის აქტუალური კითხვით. ყველა ვნახეთ კადრები, როგორ ესხმიან თავს შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს. შუაგულ ვაშინგტონში, სასტუმრო ჰილტონში, სადაც იმართებოდა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ყოველწლიური შეკრება, ყოველწლიური სადილი. ეს არის ძალიან ტრადიციული ღონისძიება, რომელსაც ყოველ წელს აწყობენ შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი და ეს ტრადიცია გრძელდება უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია. ყველა ვნახეთ რა მოხდა დღეს თბილისის დროით ღამით ვაშინგტონში. 31 წლის კალიფორნიელი მასწავლებელი, როგორც ამბობენ, მიიჭრა სასტუმროში, მიიჭრა თოფით, პისტოლეტითა და დანებით და როგორც შემდეგ თავად თქვა უკვე დაკითხვაზე, უნდა ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება. კონკრეტული გეგმა ვინმეს მოკლისა ქონდა თუ არა, არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ იარაღი ქონდა ძალიან ბევრი. და ნახეთ შემდეგ რა მოხდა. კადრში კარგად არის მის ხმა, არც ერთ კადრში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კადრი გავრცელდა სხვადასხვა რაკურსით გადაღებული. კარგად არის მის ხმა, მაგრამ სავარაუდოდ დარბაზში მსხდომებს სროლის ხმა ესმით, იმიტომ რომ სახეები ეცვლებათ. 2 წამში მათ გარშემო ჩნდება პირადი დაცვა, პრეზიდენტის პირადი დაცვა, ვიცე-პრეზიდენტის პირადი დაცვა, კიდევ 2 წამში მათ გარშემო ჩნდება სპეცრაზმი, სრულად ეკიპირებული იარაღიანი ადამიანები. დაკეცავენ შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს და გააყავთ ისინი შეძლების დაგვარად უსაფრთხო ზონაში. თან ტრამპს წააქცევენ. გზაში კარგად დააკვირდით, ტრამპს წააქცევენ. ყველაფერი ვნახეთ, თან მრავალი რაკურსით, იმიტომ რომ იქ ასობი ჟურნალისტი იყო ერთ დარბაზში შეკრებილი და მათი მთავარი ინსტინქტი იყო, როცა რამე ხდება, ამოიღეს ტელეფონები და პირდაპირ დაიწყეს გადაღება. მაგრამ ახლა მაქვს აქტუალური კითხვა ქართველებთან, კონკრეტულად პროჭორვილელებთან. მაინტერესებს, როდის დადგება მომენტი და რომელი თქვენგან იტყვის პირველ, რომ ტრამპი არ იმსახურებს იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი და DJ ვენსი არ იმსახურებს იყოს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, იმიტომ რომ მათ იფორთხიალეს და არიან ლაჩრები. ეს ორი სიტყვა, რომელიც რუსულმა პროპაგანდამ 2008 წელს ჩაგიბეჭდა ამ საკმაოდ გლუვ ტვინებში, რომ მაშინდელი ყოფილი პრეზიდენტი იყო ლაჩარი, იმიტომ რომ იფორთხიალა გორში თურმე. მაინტერესებს ახლა, როდის იტყვით პროჭორვილელები, რომ ტრამპი არ იმსახურებს პრეზიდენტობას, იმიტომ რომ არის ლაჩარი და იფორთხიალა და ვენსი არ იმსახურებს ვიცე-პრეზიდენტობას, იმიტომ რომ არის ლაჩარი და იფორთხიალა. მე დილიდან ვკითხულობ გამოხმაურებებს იმაზე, რაც მოხდა შეერთებულ შტატებში. ყველა მათგანი უსურვებს ჯანმრთელობას, ერთსაც, მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც იქ შეიკრიბა და არც ერთი არ წერს იმ სისულელეს, მათ შორის გურულად რო ვთქვათ, მამალი დემოკრატებიც კი, არც ერთი არ წერს იმ სისულელეს, რომ ტრამპი და ვენსი ყოფილან ლაჩრები, იმიტომ რომ ისინი თურმე გაარიდეს იქაურობას. თან ტრამპი კიდევ ერთხელ ვამბობ, დააკვირდით კადრებს, ტრამპი წააქცია საკუთარმა დაცვამ გაყვანისას. ახლა ველოდებით, როდის გამოხდებიან კოლექტიური ანავალ-განავლები, კოლექტიური ნადეჟდები, კოლექტიური შალავატევები, კოლექტიური გოგა ხაინდრავები, კოლექტიური ნანა კაკაბაძეები, ირაკლი კობახიძეები, შალვა პაპუაშვილები, ბოლოს და ბოლოს ირაკლი ზარქუები. და როდის იტყვიან, რომ ტრამპი ლაჩარია და იფორთხა, ამიტომ არ იმსახურებს იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ვენსი ლაჩარია, იფორთხა, ამიტომ არ იმსახურებს იყო შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი. მაინტერესებს ამას როდის იტყვით პროჭორვილელებო. ხოლო იმათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს უნარი, რომ მარტივ რაღაცეებზე დაფიქრდეს და მარტივი ანალიზი ჩაატაროს, მინდა ვთხოვო, დაფიქრდეს, რამდენად განსხვავებული ზარალი შეიძლება გამოიწვიოს ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა, შეიარაღებულმა თუნდაც თოფით და პისტოლეტით და ერთმა თვით რუსულმა თვითმფრინავმა, რომელიც შეიარაღებულია რაკეტებით და ბომბებით. რამდენად განსხვავებული მასშტაბის ზარალი და უბედურება შეიძლება გამოიწვიონ ერთმა ადამიანმა და ერთმა თვითმფრინავმა. პირადი დაცვის მოვალეობა მთავარი და ერთადერთი მოვალეობა არის დაცვის ობიექტის გადარჩენა. მათ შორის საკუთარი სიცოცხლის ფასად. ეს იყო რაც გააკეთა ვაშინგტონში ტრამპის პირადმა დაცვამ, ეს იყო რაც გააკეთა ვაშინგტონში ვენსის პირადმა დაცვამ და ეს იყო რაც გააკეთა გორში 2008 წელს სააკაშვილის პირადმა დაცვამ. გორში ყველაფერი ხდებოდა ქუჩაში,
არ იყო არაფერი, საათ შეიძლებოდა თავის შეფარება, ამიტომაც წააქციეს პრეზიდენტი და გადაეფარნენ Z და გაწირეს საკუთარი სიცოცხლე. მზად იყვნენ საკუთარი სიცოცხლის გასაწირად. ამერიკაში, ვაშინგტონში ახლა იყო შესაძლებლობა გაეყვანათ თვით პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი და ისინი გაარიდეს, დაკეცეს, აფორთხიალეს და გაიყვანეს შენობიდან შედარებით უსაფრთხო ზონაში. ამიტომ ახლა ვიმეორებ მთავარ კითხვას. როდის დაიწყებთ ყმულს, როდის დაიწყებთ ყვირილს, რომ ტრამპი და ვენსი არ იმსახურებენ შეერთებული შტატების ლიდერობას, რომ არიან ლაჩრები, იფორთხეს, ამიტომ არ უნდა იყვნენ პრეზიდენტი და არ უნდა იყვნენ ვიცე-პრეზიდენტი. ალალად, გულით ველოდები, როდის იტყვით ამას და რით გაამყარებთ. არ დაგვაღალატოთ. პინგვინებს გაფიცებთ. რას დავბიდით? იმაზე მეც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться.